7 წელია ქვემო ქართლშიც, კერძოდ კომპანია RMG-ს საწარმოო არეალში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს. ჩვენი გადამღები ჯგუფი კაზრეთში ჩავიდა და ვნახოთ თუ რა ხდება მაშინ, როცა პრობლემის დასაძლევად პროცესში აქტივისტები, სახელმწიფო და კერძო ბიზნესი ერთიანდება. ეს კაზრეთია, პატარა, მაგრამ ისტორიულად და ეკონომიკურად მნიშვნელოვანი დასახლება. სადაც ოქროს და სპილენძის მოპოვება ჯერ კიდევ 1975 წელს დაიწყო. დღეს ამ ტრადიციას კომპანია RMG აგრძელებს, რომელიც არა მარტო სამრეწველო, არამედ მასშტაბურ ეკოლოგიურ პროგრამებსაც ახორციელებს. ერთ-ერთი ასეთი მიმართულებაა წყალშემკრების სისტემის მონიტორინგი, მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ სამთო სამრეწველო საქმიანობამ ბუნებრივი წყლის რესურსებზე და ეკოლოგიაზე ნეგატიურად არ იმოქმედოს. ეს კი კომპანია RMG-ს და ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის ერთობლივი საქმიანობის შედეგია, რომელიც უკვე 7 წელია კომპანია RMG-ს გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულებას მონიტორინგს უწევს. დღეს ჩვენ მოვედით კომპანია RMG-ში, გვაქვს გეგმიური მონიტორინგი, დღეს ვაპირებთ შევამოწმოთ და ადგილზე გავეცნოთ ინფორმაციას. აი უხვინალექის სეზონი ახლოვდება და რამდენად გაართმევს თავს ის გამწმენდი ნაგებობები და ინფრასტრუქტურა, რომელიც სანაყაროების ძირშია მოწყობილი და რის საშუალებითაც ხდება მდინარეებში წყლის დაბინძურების აღმოფხვრა. ამ პროცესს გარემოს დაცვისთვის 4 წლიანი წინააღმდეგობის ისტორია უძღოდა წინ. რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი ითხოვდა კომპანიას საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ემუშავა. მონიტორინგის ამ წლებმა კი აჩვენა, რომ აქტივისტების სახელმწიფოს და ბიზნესის ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელია წყლის, ჰაერის და ნიადაგის დაბინძურების მინიმუმამდე შემცირება. ჩვენ ყოფებით RMG კოპერის 4 სანაყაროს ძირში და ეს რასაც თქვენ ხედავთ, ეს ინფრასტრუქტურა არის მთელი ჩვენი აი ამ ერთობლივი ბრძოლის ყველაზე დიდი მონაპოვარი. აი ეს არის დრენირებული, ანუ მჟავე წყლები, რომელიც სანაყაროდან ჩამოდით და აი მიხვდებით, რომ აი ეს წყალი წლების განმავლობაში ჩადიოდა აი ამ ხევით მდინარე ფოლადაურში და აბინძურებდა მდინარეებს. ანუ ამით ამ ინფრასტრუქტურით ახლა რასაც ხედავთ, შევძელით, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში მდინარე ფოლადაურის დაბინძურება აღვიკვეთა. ჩაედინება რა დამბაში ეს დაბინძურებული წყალი, შემდეგ რა თქმა უნდა გაედინება ესე აი ამ არხებში, ესე რა ვთქვათ, და შემდეგ ხდება მისი ჩაღურა სპეციალურად მოწყობილ სალექრებში. წლების განმავლობაში სანაყაროებიდან ჩამავალ დაბინძურებულ წყალს მოსახლეობა სავარგულების მოსარწყავად, ხოლო პირუტყვი სასმელად იყენებდა. პრობლემის დასაძლევად სამივე მხარე, სამოქალაქო სექტორი, სახელმწიფო და კერძო ბიზნესი ერთობლივად ჩაერთო. კომპანიამ მილიონობით ლარი დახარჯა ეკოლოგიური პროექტების განხორციელებაზე და წყლის მრავალსაფეხურიანი გამწმენდი ნაგებობები ააგო, რომლის გამართულ მუშაობასაც სისტემატურად ამოწმებენ გარემოსდაცვითი დეპარტამენტის სპეციალისტები და რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი. ბოლო დამჭერი სადაა? ბოლო დამჭერი გვაქვს აქ ხეობაში. დამბის შემდგომ მოედინება წყალი და შემოდის ამ ჩემს უკან მდებარე ავზში და იწყებს შეგროვებას. ამ ავზში გვაქვს ორი მიმართულება, თუ რა უყოთ ამ წყალს როგორი გადაწყვეტილება მიიღო. ერთი გადაწყვეტილება არის საქაჩი სადგური, რომელიც აქ დგას და ამ საქაჩი სადგურით ვაწვდით წყალს ჩვენს ქარხანას და ფაბრიკაში ხდება ამ წყლის გადამუშავება. მეორე შემთხვევაში გვაქვს ჩემს უკან ხედავთ ქიმიურ გამწვენთ ნაგებობას და ვაწვდით ქიმიურ გამწვენთ ნაგებობას წყალს და ქიმიურ გამწვენთ ნაგებობა წმენდს ამ შემთხვევაში წყალს და სუფთა წყალს მე შემდგომ უშვებს მდინარეში. ჩვენ ვიმყოფებით წყლის ქიმიური გამწმენდი ნაგებობის ტერიტორიაზე. აქ ხდება დრენირებული წყლის გაწმენდა. ძირითადად გამწმენდი მუშაობს ჭარბი წყლის მოხსნის რეჟიმში. მაშინ, როდესაც ძირითადი შემაგროვებელი სალექარიდან წყლის გადატვირთვა ვერ ესწრება ფაბრიკის ტერიტორიაზე. დღეს არის 24 მაისი 2024 წელი და ჩვენ ვიმყოფებით RMG კოპერის 4 სანაყაროს ძირში. მთავარი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფოლადაურში ჩამოვალი აი ეს ხევი, რომელიც წლების განმავლობაში ბინძურებოდა, არის მშრალი, მიუხედავად უხვინალექის. დღეს, როცა კაზრეთის ტერიტორიაზე ნიადაგის წყლის და ჰაერის დაბინძურების რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი, დღის წესრიგში მიღწეული მწვანე შედეგის სწორად მართვა და შენარჩუნება რჩება. კომპანიაში სისტემატური გარემოსდაცვითი მონიტორინგიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება, რაც ნათელი მაგალითია იმისა, რომ ეკონომიკური განვითარება გარემოს დაცვას არ გამორიცხავს.